Მოჩდება კიდევ ერთხელ სალამი რუსიდან მივესალმებით თქვენს მაყურებელს და პირიქით მადლობა თქვენ ჩართვისთვის. ეხლა ვის ჩაანაცვლებს ეს გამოჩნდება, მაგრამ რეალურად ამითი ჩვენთვის როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის და საქართველოსთვის როგორც სახელმწიფოსთვის რამე იცვლება თუ არა, ეს არის მნიშვნელოვანი. კობახიძის ნაცვლად სხვა იქნება თუ არ იქნება, ამას ხო არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი არის სისტემა და სისტემის ვერტიკალი და ვერტიკალში მყოფი მთავარი ადამიანი. რომელიც თქვენ თქმის არ იყოს გუშინ დიდი ბოლოს, როდესაც ივანიშვილი გამოჩნდა, ეს იყო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, როდესაც მას ჰქონდა იმედის ეთერსაც ვერ დავარქმევთ, ხო? ანუ იმედზე ჰქონდა მას გამოჩენა. სადაც ძირითადი ნაწილი გახარიას და გახარიას გუნდის ლანდშაფტის მხარეს დაუთმო, ის იყო ბოლო, როდესაც ამის შემდეგ ჩვენ აღარც არჩევნების შემდეგ ერთ პარტიულ ღონისძიებაზე ვნახეთ. თუმცა მას მაგრამ მე ვამბობ რაღაცა ესეთი ოფიციალური ოფიციალური გამოჩენა არ ქონია და ეს იყო ნამდვილად პირველი ესეთი შემთხვევა და ამისი საინტერესოა კიდეც ალბათ ამ მომრჩეველსაც არ ვიცი, ყველასთვის შეიძლება საინტერესო იყოს ეს ბუნებრივიც არის, როცა ადამიანი არ ჩანს და არის გადაწყვეტილების მიმღები. მე აგერ უკვე 7 წელია ჟურნალისტიკაში ვარ და ჩვენს ქვეყანაში ვინც იღებს მთავარ გადაწყვეტილებას, მხოლოდ რამდენჯერმე მყავს ნანახი, არათუ რაიმე კომუნიკაცია. და ბუნებრივი არის საინტერესო. გამოჩნდა და რას გვეუბნება ეს კადრები, გადაწყვეტილება რომ შეხვდეს საამიროების პრეზიდენტს და მდგომარეობა. შეიძლება ის რაღაც არ ჩანდეს ყველა გამომეტყველებით, თუმცა მაინც სხეულის ენა თუ რაღაც ჟესტიკულაცია გვეუბნება ხოლმე ადამიანი დასუსტებულია, შეშინებულია, გასაქცევად გამზადებულია თუ მოდი ესე ვთქვათ. არა, მე ზოგადად ყოველთვის წინააღმდეგი ვარ, მე პირადადაც, როგორც ანა ბუჩუკური და ასევე ჩვენი გუნდი ზოგადად აი რაღაც ეგრეთ წოდებულ wishful thinking-ს რომ უწოდებენ, ანუ რაღაცა ინტერპრეტაციების მიცემა იმის მიხედვით ჩვენ რა გვაწყობს, ეს არ არის სწორი, ჩვენ ფაქტებით უნდა ვიმსჯელოთ და ფაქტებს უნდა გავყოთ და ფაქტები უნდა შევაფასოთ და არა ის ვის რა გამომეტყველება აქვს და ვის ჭაღარა მოემატა თუ ნაოჭი მოემატა სახეზე. ეს უბრალოდ სერიოზული არ არის. რაც შეეხება თვითონ გამოჩენის, თქვენ პირველ კითხვას დაუბრუნდებით, აი თქვენთვის რას ნიშნავს ეს გამოჩენა? ორ რამეს. პირველი კიდევ ერთი დადასტურება, რომ ერთადერთი ადამიანი არის გადაწყვეტილების მიმღები ამ ქვეყანაში, ვერტიკალის თავი და ეს გამოჩნდა კიდევ ერთხელ და მეორე ფულის ინტერესი. რატომ მაინც და მაინც საამიროების პრეზიდენტთან ფულის ინტერესი დადასტურდა კიდევ ერთხელ. იმიტომ რომ თელი საწყისი ამ ადამიანისთვის არის ფული. მისი პერსონალური ინტერესები და მისი ფულისადმი ინტერესი. გუშინდელი ეს კადრებიც ამის დასტური იყო. ერთადერთი რაც აი სხეულის ენა ახსენეთ, ერთადერთი რაზეც არ შემიძლია ყურადღება არ გავამახვილო, იმიტომ რომ ჩემთვის მოქალაქისთვის ძალიან ესეთი უხერხული სანახავი იყო, როგორ აი ამ ფულის ინტერესის გამო, როგორ რაღაცნაირად ქედმოხრილი არის ის ფულთან. ხო, იმიტომ რომ საამიროების პრეზიდენტი მისთვის ამ შემთხვევაში არის ფულის წყარო და როგორ აი ლამის ემთხვია ხელზე. ეს იყო ამ ესე ვთქვათ სხეულის ენა რო ახსენეთ, ერთადერთი რამაც განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია, ეს ერთი და მეორე რაც მინდა ასევე ხაზი გაუსვათ, რაც დადასტურდა არის, რომ აი არც ყური მოვკარი არ მახსოვს ვინ თქვა და ძალიან მომეწონა ეს შეფასება, ეს იყო შეხვედრა ივანიშვილთან, რომელსაც დაესწრო პრემიერ-მინისტრი კობახიძე. ანუ აი რამდენად არარაობად მიაჩნია თავად ივანიშვილს ის ადამიანები, რომელიც მას ახლა ემსახურება, ხო? იმიტომ რომ ეს ადამიანები სახელმწიფოს არ ემსახურებიან. არც თავად თვლიან, ეს არის ყველაზე დიდი უბედურება რუსო, რომ მათ შორის მაგალითად კობახიძე ანგარიშვალდებულს თავს არ თვლის საქართველოს მოქალაქეების წინაშე, არამედ მისი ლეგიტიმაციის ერთადერთი წყარო არის ივანიშვილი. ამ კადრებში ესეც გამოჩნდა, იმიტომ რომ ეს იყო შეხვედრა ივანიშვილთან, ანუ საამიროების პრეზიდენტის შეხვედრა ივანიშვილთან, რომელსაც ესწრებოდა ეს კადრები, ესე ვთქვათ, ივანიშვილის, რომელიც თვითონაც არიციან, დღეს არიან ხვალ საღამოს რა მოუწევთ და სად იქნებიან. ეს არიციან. შესაბამისად ეს მომსახურე პერსონალი, აი მომსახურე პერსონალის ივანიშვილის პირადი მომსახურე პერსონალის როლში ყოფნა აი ამ ადამიანების ეს ნამდვილად გამოჩნდა გუშინ.
თავარი რაც ვინ არის პრემიერი, ვინ არის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვინ არის ეკონომიკის მინისტრი. ამას რომ საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ნამდვილად, იმიტომ რომ თავარი ვერტიკალი არის ერთი ადამიანი. მე მინდა თავარ თემას ასევე შევეხოთ, ეს შეეხება ბოლო პერიოდის რაღაც გრანდიოზულ უპრეცედენტო დანაშაულის გამოძიების საკითხს და ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ, რასაც ასე გვთავაზობს ქართული ოცნება პროცესებს, რომლის დროსაც აკავებს მისი გუნდის ყოფილ წევრს და მისი ოჯახის წევრებს. ზოგადად ეს თემა თქვენი შეფასებით რატომ შექმნა ქართულმა ოცნებამ ახლა და რა არის მთავარი მიზანი? კორუფციასთან ბრძოლა მართლა, ასე წარმოჩენა საკუთარი თავის ამომრჩეველთან, ეს მართლა გუნდში დაპირისპირება თუ სასაუბრო თემაა, რომელზეც ბუნებრივია ყურადღებას ვამახვილებთ ჩვენც და პოლიტიკური კლასიც და ყველა. ახლა რუსუდან ამ კორუფციასთან ვითომ ბრძოლის შლეიფით, რასაც აკეთებს ოცნება და აქაც რა თქმა უნდა, როდესაც ოცნებაზე საუბრობთ ვერტიკალში მყოფ ერთადერთ გადაწყვეტილების მიმღებ ადამიანზე, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს არაფერი საერთო არ აქვს კორუფციასთან ბრძოლასთან. კორუფციასთან ბრძოლა რო იყოს მართლაც ოცნების მიზანი, თუნდაც თბილისში მერობის კანდიდატად არ დაასახელებდნენ კახი კალაძეს. ყველა თბილისელმა, საქართველოს ყველა მოქალაქემ და განსაკუთრებით თითოეულმა თბილისელმა იცის კახი კალაძეს და მისი გარემოცვის ურთიერთობა კორუფციასთან. შესაბამისად, არანაირი კორუფციასთან ბრძოლა, ერთადერთი რისთვისაც იბრძვიან, არის პირიქით. გავიმეორებ გახარია სიტყვებს, კორუფციის თვის უფლებისთვის ბრძოლა. ეს არ არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, არამედ ეს არის კორუფციისთვის ბრძოლა. ეს არ არის იგივე ბურჯულაძის. ეს ივანიშვილის მხრიდან თუ არ არის გაყენებული კობახიძეა, რომელიც თქვენ როგორ ფიქრობთ, ვინმე არის დღეს ოცნებაში დარჩენილი, ვინც ივანიშვილის ნებართვის ან მითითების გარეშე რაიმე ტიპის გადაწყვეტილებას იღებს? დარწმუნებული იყავით, რომ ესეთი ადამიანი ოცნებაში დღეს დარჩენილი არ არის. არამც და არამც. შესაბამისად, ყველაფერი არ მხოლოდ ბურჯულაძის кейსი, ბურჯულაძის საქმე, მანამდეც იყო რამოდენიმე იგივე რაც უბედურება და საშინელება, რაც რიჟვაძეს დამართეს და დაემართა ამ ადამიანს. ყველაფერი ეს არის ძალიან დიდი, ასეულობით მილიონზეა საუბარი, დიდ თანხაზე მოპარული კორუფციულად ნაშოვნი ფულის ერთმანეთთან კრიმინალურად მათ შორის განაწილების ესე ვთქვათ პროცესი. უკანონო პროცესი, რასაც ჩვენ თვალს ვადენებთ. თქვენ ხო არ გონიათ ახლა რომ მაგალითად პირობითად თუ შეძლებენ და მოახერხებენ რომ მაგალითად ბურჯულაძესგან ფული ამოიღო, ეს სახელმწიფო ბიუჯეტში კი არ წავა. რა თქმა უნდა არა. და მათ შორის ახლა ბურჯულაძე ასევე ყველა ძალიან კარგად ესმის რომ არის ლიფსიტა ფაქტობრივად, ხო? ის არ არის ის ფიგურა, რომელიც მათ შორის კორუფციულ სქემებში იყო მთავარი ფიგურა, არა რა თქმა უნდა. და ასევე ყველა ძალიან კარგად ესმის და ყველა ძალიან კარგად იცის ეს ძალიან პატარა. ეს ქალაქი არის ძალიან პატარა, ვინ რა სქემაშია, მათ შორის შესაძლებელია, იმიტომ რომ ის ნამდვილად აფილირებული იყო ყოველთვის ირაკლი ღარიბაშვილთან, ბურჯულაძის დაკავება ჩემთვის პირადად მათ შორის არის იმის ნიშანი, რომ ერთგვარი გზავნილები ესე ვთქვათ, გზავნილებს აწვდიან, არა მხოლოდ ღარიბაშვილს, მაგრამ მათ შორის ღარიბაშვილსაც. და აქაც საუბარი არის მოპარული ფულის უკან დაბრუნებაზე, ოღონდ ეს უკან დაბრუნება არ ეხება სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებას, რა თქმა უნდა, აქ არის შავი ყულაბა, რომელიც მათ შორის სისტემას სჭირდება რეჟიმის შენარჩუნებისთვის რუსუდან, იმიტომ რომ დღევანდელი რეჟიმი რაზე დგას? დღევანდელი რეჟიმი იდეოლოგიაზე არ დგას. რა იდეოლოგია აქვს დღეს ოცნებას? არც არანაირი. დღევანდელი რეჟიმი დგას ფულზე. ძალაუფლებას როგორ ინარჩუნებს დღევანდელი რეჟიმი დგას ფულზე. ეს არის შორის პროპაგანდაზე და იმისთვის რომ პროპაგანდა შეინარჩუნოს, ამისთვისაც ფული სჭირდება. ახლა რატომ დასჭირდა აი ამ პროცესის წარმართვა ბიძინა ივანიშვილს, თუ კი ამბობთ რომ ამ ბევრი მდგენელია, ბევრი მიზეზია რუსუდან ბევრი მიზეზია, რის გამოც დასჭირდა ახლა, იმიტომ რომ ჯერ ეგერთი რაც უფრო მძიმე გადაწყვეტილებების მიღება უწევს რეჟიმს, რა თქმა უნდა, უფრო და უფრო მეტი რესურსი სჭირდება, მათ შორის ფინანსური რესურსი. და ფაქტია, რომ ეგრეთ წოდებული ქეში, ანუ ნაღდი ფული, მათ სჭირდებათ, პარტიასაც სჭირდება, პარტიის შავ ყულაბას სჭირდება
და სჭირდება თავად რეჟიმის შესანარჩუნებლად. თქვენ წინა სტუმართან მე სტუმრის პასუხი არ მესმოდა სამწუხაროდ ტექნიკურად, თუმცა თქვენი კითხვები მესმოდა, მაგალითად სანქცირებასთან დაკავშირებით დასვით თქვენ შეკითხვა, იგივე დიდი ბრიტანეთის ბოლოს მიღებული გადაწყვეტილება. მე პირადად მართალი გითხრათ, აქაც განსხვავებული პოზიცია მექნება, მაგალითად ვასაძის დასანქცირება, ჩემთვის პირადად არაფრის მომტანი არ არის და მაინც სერიოზულად არ გამოიყურება და რატო? ლევან ვასაძეზე ბევრად მნიშვნელოვანი საყრდენები ყავს დღეს რეჟიმს. ბევრად მნიშვნელოვანი, ანუ ბევრად მნიშვნელოვანი კი არა, რაზეც დგას. მათთან კომუნიკაცია ქართულ ოცნებას ვერ აქვს, ანუ სრულ იზოლაციაშია დასავლური ცივილური სამყაროსგან. ოპოზიციას გაქვთ კომუნიკაცია ამ პარტნიორებთან, ვერ ხდება იმ პირების დასანქცირება. ნუ ყოველ შემთხვევაში ბოლო მაგალითით თქვენი პასუხიდან გამომდინარე, ამ დასკვნის გაკეთება შეიძლება, ხომ, რომ მთავარი ფიგურების დასანქცირება არ ხდება ან გვიანდება. რატომ? კი, სხვათა შორის აქ ასევე უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ. ოცნებამ ისწავლა, ოცნებაც ადაპტირდა, ხო, რეჟიმიც ადაპტირდა. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ ოცნების რეალური მხარდაჭერა დღეს ქვეყანაში 30-35 მაქსიმუმ პროცენტზე მეტი არ არის, ოცნება ადაპტირდა და ისწავლა რეჟიმმა, ისწავლა აი ამ 30-35%-ით 100% ძალაუფლების სრული კონტროლი. ამას ბევრი მიზეზი აქვს, მათ შორის ერთ-ერთი მიზეზი, რა თქმა უნდა, არის სუსტი ოპოზიცია. იმის ნაცვლად, რომ ოპოზიციას და თვითკრიტიკულებიც რომ ვიყოთ, ხო, ასე აუცილებელია თვითკრიტიკა, სხვანაირად უბრალოდ ისე სასურველია. იმის ნამდვილად სასურველია, მე აუცილებელი მგონია თვითკრიტიკულობა მით უმეტეს ამ სიტუაციაში და პასუხისმგებლობის აღება, არ შეიძლება მუდმივად სხვას აბრალებდე მათ შორის საკუთარ სისუსტებს. აი მაგალითად 2024 წლის არჩევნების შემდეგ, გაყალბებული არჩევნების შემდეგ, რაც დააშავა ოცნებამ, აი რამდენი მავნებლობა, კასკადი მავნებლური გადაწყვეტილებებისა მიიღო. ამას პლუს უდიდესი რესურსი საქართველოს მოქალაქეების, რომელიც ამდენი დღის განმავლობაში ქუჩაში იდგნენ, საუბარი მაქვს დეკემბერ-იანვრის პერიოდი, როდესაც გადავსებული იყო მართლაც რუსთაველი და თბილისის სხვა ქუჩები, ამ ყველაფრის მიუხედავად სამწუხაროდ ოპოზიციის არათანმიმდევრული და არასწორი გადაწყვეტილებების გამო იმის ნაცვლად, რომ ოპოზიცია პირიქით გაძლიერებული იყო და ოცნების აი ეს მავნებლობები გამოეყენებინა ოცნების წინააღმდეგ, აღმოჩნდა მივიღეთ ვითარება, როდესაც ოპოზიცია ძალიან დასუსტდა, ძალიან, ამას ობიექტური მიზეზიც ბევრი აქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ ოპოზიციის შეცდომების კასკადმაც გამოიწვია ეს, ამას დაემატა სამწუხაროდ ჩვენი მოქალაქეების ფრუსტრირება, რაც აბსოლუტურად გასაგებია, ამიტომ ყველა ჯერზე ახლაც ფრუსტრირება გამოიწვია ოპოზიციაში მიმდინარე და დაუსრულებელმა მათ შორის აზრთა სხვადასხვაობამ ყველაზე მარტივად რომ ვთქვათ. არა, რუსუდან აზრთა სხვადასხვაობა არ არის პრობლემა. არა, ერთი წუთით რუსუდან ამას არ მივიღებ, იმიტომ რომ აზრთა სხვადასხვაობა პრობლემა არ არის, აზრთა სხვადასხვაობა ბუნებრივია, მაგრამ იცით რამ გამოიწვია? სტრატეგიაში განსხვავებული პოზიციები. არა, ერთი წუთით რუსუდან, ერთი წუთი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ სახელი დავარქვათ. ძალიან მნიშვნელოვანია სახელი დავარქვათ ყველაფერს. არ შეიძლება პოლიტიკურმა ლიდერმა და პოლიტიკურმა პარტიამ მუდმივად ემოციებზე მიიღო გადაწყვეტილება. ემოციური გადაწყვეტილებები არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა, რასაც ოცნება ამ შემთხვევაში ივანიშვილი, რა თქმა უნდა, ყოველთვის ჩვენ წინააღმდეგ იყენებდა და შემდეგშიც გამოიყენებს. არ შეიძლება ემოციებს დააფუძნო გადაწყვეტილებები, არ შეიძლება მაღალი მოლოდინების შექმნა, იმიტომ რომ ეს უპასუხისმგებლობაა და ყველა ჯერზე, როდესაც მოლოდინებს ქმნი და ამ მოლოდინებს ვერ უმართლებ ადამიანებს, განსაკუთრებით ადამიანებს, რომლებიც დაუღალავად მართლა თავი აქვთ გადადებული და ქუჩაში დგანან განურჩევლად ყველაფრისა და ამდენ რამეს გაუძლეს ამ ადამიანებმა, არ შეიძლება ყველა ჯერზე შექმნა მოლოდინი და ვერ მართო მოლოდინი. რა თქმა უნდა, ეს ფრუსტრირებას იწვევს. მათ შორის მაგალითად არჩევნებში, მაშინ, როდესაც ისეთი ქალაქი, როგორიც არის თბილისი, თქვენ ხომ იცით, რომ თბილისი მოგებული ქონდა 2024 წელს ოპოზიციას და როდესაც აბსოლუტურად დაუფიქრებლად ზოგ-ზოგი ერთი გამოვარდა და თქვა, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობას არ ვიღებ, ფაქტობრივად მოგებული ქალაქი
მოგებული არა მხოლოდ თბილისი, ბათუმი, რუსთავი და კიდე არ მინდა რომელიმე გამომრჩეს და ფაქტობრივად აი ესე ხელს წერდა უთმობ, რა თქმა უნდა ეს შეცდომა და ესეთი შეცდომები, ეს ერთი მაგალითი რახან ახლა რელევანტურია, იმიტომ მოვიყვანე ხო ასეა. კი ბატონო, ამაზე საუბარი შორს აგვიყვანს მეორე მხარეს თქვენს. მაგრამ რატომ მივედი აქამდე რუსუდან, ნახეთ რატომ მივედი. თავისი არგუმენტი. რატომ მივედი აქამდე, საიდან მივედი აქამდე? ანუ იმის ნაცვლად რომ ოცნების ძალიან არასწორი ყველაზე სუბუქი სიტყვა, მავნებლური, ანტიდემოკრატიული, ანტიეროვნული გადაწყვეტილებების კასკადი გქონდა, პარალელურად ამდენი ადამიანის რესურსი გქონდა ქუჩაში, მაგრამ სამწუხაროდ ოპოზიცია დასუსტდა კიდევ უფრო მეტად და ოცნებამ ისწავლა 30%-იანი მხარდაჭერით სრული ძალაუფლების კონტროლი. აი, როდესაც დღესაც გამოდიან და ამბობენ სახის გამომეტყველების მიხედვით რომ მსჯელობენ. აი, ნახეთ, ჭაღარა შემატებია და ამიტომ ეს ოცნება დაემხობა თავისით. ეს არ არის სერიოზული დამოკიდებულება საქართველოს მოქალაქეებისადმი. კი ბატონო, კეთილი, მადლობა ანა. სერიოზული დამოკიდებულება პოლიტიკისადმი. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო ნებისმიერი კონსტიტუციური ბერკეტი, მათ შორის რა თქმა უნდა არჩევნები, ნახეთ ბოიკოტში ვინც გავიდა, ეს არის ამ პოლიტიკური პარტიების გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, მათი ნება ვერავინ ვერავის ვერ აიძულებს, მაგრამ თავარი არის ამორჩეველი. ამიტომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც არ მივა არჩევნებზე, ნებისმიერ ასეთ ადამიანს უნდა ესმოდეს, რომ არ მისვლა ნიშნავს ივანიშვილისთვის და ოცნებისთვის ხმის მიცემას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ყველას ისევე როგორც ბოიკოტის მომხრეებთან არსებობს კითხვა, თუ შემთხვევაში თუ ვერ მოხდება 4 ოქტომბერს ის რაც დაანონსებულია მერე რა ხდება, ასევე ბუნებრივია თქვენთანაც არსებობს კითხვები, თუ ვერ მიიღებთ სასურველ შედეგს მერე რა ხდება, თუმცა ყოველთვის გვექნება ასევე ბევრჯერ გვექნება ამაზე სასაუბრო თუ შეიძლება ერთს ვიტყვი რუსუდან ერთი წინადადება მინდა რომ რეპლიკის სახით ჩვენი გუნდის, ჩვენი პოლიტიკური პარტიის, რომელსაც თქვენ ძალიან კარგად გესმით, რომ ნამდვილად შეუძლია ეგ ბევრი სხვისგან განსხვავებით. ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიზანია ოცნებამ დაკარგოს დღეს ოცნებას აქვს იმაზე მეტი მხარდაჭერა, ვიდრე იმსახურებს. მე მგონი ამაზე ყველავ თან-ხვდებით. ოცნებამ დაკარგოს ელექტორატი და ჩვენ ეს შეგვიძლია, ყველას ესმის რომ ჩვენ ეს შეგვიძლია. აი ეს არის ჩვენი მიზანი ნამდვილად, მათ შორის ამ არჩევნებზე.